მე შემოსიყვარული. როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. ეს არის ჩემი ფისო, რომელიც სულ კუჩით დამძდევს ენაცვალოს დედუ. შევიძინე მიკროფონი, იმედია ჩემი ხმა ძალიან კარგად ისმის და უკაცრავად ASMR-ის ვიდეოც რო არ გამომივიდეს, სავეჭრის წინ დავდოთ. რაღაცას ან დავიძინებდი, მომინდა თქვენზე გაშლა გოგონებო, ნახოთ. განსაკუთრებით ღამის ფიქრები ახლა, ღამე. რას ფიქრობს? თუ ფიქრობს, ნახოთ. ყველაზე უმეტესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, ყველაფრისთვის. როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი. რას ისმის? ნახოთ. მისი მთავარი ფიქრი, ღამე. ой. მისი მთავარი ფიქრი ღამეც არის დღეს არის რაღაც სტაბილურად არის, მაგრამ ღამე განსაკუთრებით ეფიქრება, მაგრამ თავშეკავებულია, იმიტომ რომ ერთი რო წაუწდეს, მერე წავა და ეს როგორ რაღაცა იცი, აი ვისაც ტორტი უყვარს, იგი პეტრე ნეჭირი გამოსინჯე, მეც არ შევჭამ და მერე რო შეჭამს ძალიან ტორტს, აი ესეთი მდგომარეობა აქვს, ან ჩაკეტილი მდგომარეობაში ადამიანი, არა მე არ მინდა შენზე ფიქრი, მაგრამ არ და არც ეძინება. თვალებს ვერ ხუჭავს. არ უნდა გამოჩენა. დამალულია, ფარავს თავის ფიქრებს. სიამოვნებს მაინც ასე რო ხარ შენთვის. სიამოვნებაზე კი არ არის, ეს მისი საკუთრებაა, ეს ფიქრები მას ეკუთვნის, თქვენ მას ეკუთვნით და თავისთავად. ძვირფასი ხარ შენ ჩემთვისო, ასე ამბობს და ჩვენ ერთნაირები ვართო. ორივე თავს იფასებთ, ანუ ურთიერთობაში. გიყვარს ეს გოგო? ღამე პირდაპირ. ერთად შემოიცი რა არის? ნუ იქიდან გამომდინარე, როგორი ენერგიებიც აქვს ახლა ამ ადამიანს და რა შესაძლებლობებიც და რა ბაგაჟიც აქვს გრძნობების, თავისებურად კი. როგორი მომენტია იცი, განცალკავებით რო უყარს, მაგალითად ვისაც აივანი აქ ან რაღაცა რო დაჯდება ესე და ფიქრობს მისთვის, ანუ იცი რა არის, ყოველთვის არ აქვს მდგომარეობა, რომ ფიქრობდეს, რომ მე შენ მიყვარხარ, მაგრამ არის ის მომენტი, როცა ასე განცალკავებით ფიქრობს, რომ აი მაგალითად 1-2 საათი ხა დავჯდები და ვიფიქრებ შენზე, რომ მე შენ მიყვარხარ, ზოგი იტყვის ალბათ მიყვარხარ, ზოგი იტყვის რა თქმა უნდა, ზოგი კითხვის ნიშანსაც დასვამს, მაგრამ გრძნობა აქვს. გრძნობა აქვს. აქვს. აი ესე მე ჩავდოთ. რა მესიჯია მისგან? ერთიც და всё. მოკლედ, გოგონებო, თუ ვინმეს განვითარება გაინტერესებთ და რამენაბიჯები გაინტერესებთ მისგან, გეუბნება პირდაპირ, ზამთარში, ნუ მელოდები და ზამთარში ჩვენი პრობლემა არ გადაწყდება და ვნახოთ მერეო და აი ეს არის მესიჯი. პრობლემაზეა და კიდე ერთი მესიჯი არის. მისგან ახლა ყველაზე ხო არ იქნება რა, მაინც არის ორაზროვანი, რომ შენ ბლოკავთ ჩვენს სამომავლო პერსპექტივებს, ნუ როგორც ყოველთვის ვერ ვიტანეთ რაღაცას, შენ. რადგან თვითონ პენტაკლების რაინდია რეალურად, საკმაოდ დაფიქრებული დინჯი და რეალურად სულაც არ იჩქარება. იმიტომ განსხვავებას დიდად ვერ უყურებ. ანუ გაიძულებს ესეთი პენტაკლების რაინდი, რომ უთხრავთ, ადი კაცო, მიხედე შენ საქმეს. რეალურად არაფერს გამკეთებელი არ არის. ამიტომ გეუბნება, რომ მე კი მინდა, მაგრამ შენ არ გინდაო. ისე შენ გინდა? უნდა. როგორია ეს? იმიტომ რომ აბა გოგო ისე არ დაგბლოკავს რაღაცნაირად. როგორია ეს? манипуляციებით მატყუარა ცოტა რა. და არ არის სანდო, მოკლედ ერთ სიტყვით და არაფრისკენ არ მიყავს საბოლოოდ მოკლედ რა, საბოლოოდ თავს ვერ აბავს ვერაფერს რა. უთავო რაინდია.
განსაკუთრებით მინდა გოგონებო, დღეისათვის სულ ეს იყო, მე მგონი საკმარისია. გოგონებო, როცა მწერთ ყველა არა მადლობა ღმერთს. როცა მწერთ ერთ ვიდეოში ამბობ, რა ერთად ვართ, მეორეში არ. ნუ თქვენ თუ ზოგადი გაშლებით ცხოვრობთ და ჩემ ზოგადი გაშლებით მართლა ასე არ ვიცი რა სიტყვა მოუძებნო ამას, ამით ცხოვრობ და ამით ალაგებ თქვენ ცხოვრებას და ამით ხართ მოლოდინებში, მე გეტყვით, რომ დროს ტყუილად კარგავ. თუ თქვენ არ იცით ზოგადი გაშლების დანიშნულება და ის, რომ ყველაფერი შენზე არ იქნება, მაშინ მე გეტყვით, რომ ფსიქოლოგთან მიბრძანდით, იმიტომ რომ ეს სერიოზული პრობლემაა მართლა. თუმცა მესაწყენად თქვენ ამას არ გეუბნებით, თუ კარგად დაფიქრდებთ, ეს არის თქვენი კეთილდღეობისთვის, ზოგადი გაშლებიდან თქვენი ინტუიცია ახდენს სასწაულს და უნდა მიიღოთ ის მინიშნება, რაც თქვენთვის აუცილებელია და არა ის, რომ всё, ხათუნამ ასე თქვა და მორჩა წერტილი. კარგით რა. გოგონებო, მე ყველას გელოდებით კომენტარებში და ძილინებისა